უკვე განცხადებას აკეთებს CSKO-ს პრესპიკერი და მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით. დღეს დილის 9 საათიდან მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდება. პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა CSKO-მ განკარგულებით დაამტკიცა და მასში შედიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ასევე CSKO-s მიერ საარჩევნო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად საკრებულოების წარმომადგენლები. ხმის მიცემის პროცესი 2 საათამდე გაგრძელდება, თუმცა 12:30-ისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული 170 კოლეგიის წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. რაც შეეხება კანდიდატს, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ს, ანუ 200 ხმას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თუ იქნება ამის საჭიროება, დღესვე გაიმართება მეორე ტური, სადაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების უმრავლესობა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება პარლამენტის სასახლეში CSKO-s სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და CSKO-s თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე საზოგადოებას. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ ახსენეთ მეორე ტური და ხმათა უმრავლესობა. მაინც ჩვენი მაყურებელთვის რომ მარტივი გასაგები იყოს, შესაძლოა რომ მეორე ტურში ვთქვათ 100 ხმით დაირჩეს საქართველოს ხმათა უმრავლესობით მოხდება მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევა. მოგეხსენებათ, რომ იმ შემთხვევაში თუ 2 საათის ჩათვლით გრძელდება კენჭისყრის პროცესი, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი, გაიმართება CSKO-s სხდომა, დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ იცით, რომ თუ 200 ხმას მაინც ვერ მიიღებს კანდიდატი, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაბამისი დრო დაზუსტდება, გაიმართება მეორე ტური და მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატ დაჭირდება ხმათა უმრავლესობა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. დელეგატებზეც გითხავთ, ოპოზიცია არ მონაწილეობს არჩევნებში ამას ამბობს. თქვენ რომ გითხრათ, აი როგორ არის დელეგატების კვოტები გადანაწილებული პარტიულობის კუთხით? ერთი ვიცით, რომ 61 დეპუტატი, რომელიც არჩეულია პარლამენტში, არიღებს მონაწილეობას, გარდა ამისა, ვინ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში? მოგახსენებთ და გეტყვით და აღნიშნე კიდევაც ბრიფინგის ტექსტში, რომ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შესაბამისად დეტალური სია არის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რაც შეეხება დელეგატებს, ამასე დელეგატს ელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს და მზად ვართ იმისათვის, რომ ყველა დელეგატმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს არის მათი უფლება, გამოცხადდებიან და მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. ერთი კითხვა დავაზუსტებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა არიან თუ არა სხვა პარტიის დეპუტატები დელეგატები? დელეგატთა სიაში. დელეგატთა სია არის გამოქვეყნებული და შეგიძლიათ რომ მიხილოთ. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია? მე ამ ეტაპზე თან არ მაქვს ეს სია, შეგიძლიათ თქვენთვის ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე. მადლობა. თუ კითხვები არ არის, ძალიან დიდი მადლობა. ისურვებთ წარმატებებს. ეს იყო CSKO-s პრესპიკერი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურებზე.